მოგილოცოთ ეს წელი და ეს სასულიერო წარმატებებს და ასე შეგეკონდეთ ეს ადამიანები ერთად. მოგილოცავთ შუბახალხას. წინ გექნებათ. ამას მეგბირდებით, იმიტომ რომ მე ის გამოვიარეთ. მე მაქვს პატივი, რომ ეს ადამიანები ღერიან ჩემს არაერთ სიმღერას. ყოველთვის რაღაცებს მოყვები რა მაიძულებენ უკვე, მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ სიმღერა ჰარარე. არის წარმომადგენელი ტკბილი ქვეყანა, მაზერქეარ, კომპანია ავერსი და ორგანიზაცია საქართველოს ქალთა საბჭო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ თქვენი სახელით საჯარო აღსრულების დეპარტამენტს, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენ ორგანიზაციებს ესეთი სიმბოლური საჩუქარი გაგვეკეთებინა თქვენთვის. ესეთი ლამაზი და მომხიბვლელი მსჯავრდებულები მე მგონი არც ერთ ქვეყანას არ ყავთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ. ოჯახებთან სეციური კურთხევა არ მოგაკლა თუთალმაგმიდი და არასოდეს არაფერი მოგაკლდება. ქვეყანას დაქებული გიბიკუში სიყვარულია ქუჩის ბოლოს სახლი ასხმობა ფიქრი ფიქრად ასხმობა და მოგილოცოთ შობა, მოგილოცოთ ახალ წელიწადი, მადლობა მინდა უთხრა ჩვენ სტუმრებს, რომლებმაც გაგვიხალისეს ეს ერთი დღე და უბრალოდ ერთ რამეს დავამატებ, ორ დღეში ხელი მოეწერება კანონს ამნისტიის, რომლითაც თავისუფლების ფასი თქვენზე უკეთ, მე მგონი ახლა არავინ არ იცის ქვეყანაზე, გისურვებთ და უსურვებთ ჩემ თავსაც, რომ აი ცარიელი კედლების მინისტრი ყოფილიყავი და ცარიელი კედლების თავმჯდომარე აი ახლა ყოფილიყო. ჩვენ ცხოვრობთ ნორმალურად და წვრილად. გაიხარეთ და კიდევ ერთხელ გილოცავთ. ქალბატონმა მაია ხასიამ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა პატარა საახალწლო საშობაო დღესასწაული მოეწყო მსჯავრდებული ქალბატონებისთვის. მე ვფიქრობ ძალიან კარგი ღონისძიებაა და ძალიან კარგია რომ ადამიანებმა იგრძნონ რომ ისინი არ არიან მოწყობილი სამყარო და ეს კედელი რომელიც მათ შესვლა რთულია და გამოსვლა კიდევ უფრო რთული მათ არ აშორებს სამუდამოდ ცხოვრებას და ცხოვრებაში დაბრუნების შანსი აქვს რა ღონისძიებების და კონკრეტულად ლაპარაკი ამაზე ქალბატონმა იქნება თვითონ ქალბატონი ნანა მესხის შემოქმედებითი საღამო გაიმართება დღეს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბატონი დათო არჩოძე, თეატრალური კვარტეტი და თეატრონი და აქვე მინდა განსაკუთრებულად ამ ხალხს მადლობა მოუხადო, ვინც ამ პერიოდში ახალი წლების დღეებში გამონახა დრო და
მოვიდა ჩვენთან რომ ქალბატონებს მიანიჭონ გარკვეული სიამოვნება და იმის განცდა რომ მათთვისაც ჩვეულებრივი ახალი წელია და ასევე რამოდენიმე ორგანიზაცია აუცილებლად მინდა დავასახელო ეს გახლავთ ავერსით კბილი ქვეყანა მაღაზია Mother's Care და ისიპარი რომელმაც ქალბატონებისთვის გამოყო საჩუქრები და ბავშვიან ქალებს რომელიც მყოფებიან დღეს გადაეცემათ ბავშვების ტანსაცმელი კვების პროდუქტები პარტნიორის საგნები და ასე შემდეგ მოკლედ ვფიქრობ რომ ძალიან სასიამოვნო დღე იქნება ჩვენი ქალბატონებისთვის საჯარო აღსრულების ქალთა მეხუთე დაწესებულებაში თქმა ქვეყნამ დიდი სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა საჩუქრები განკუთვნილი იყო ჩვილბავშვიანი დედებისათვის და რა ვიცი გაუხალისეთ თუნდაც ერთი დღე აქ მყოფ ადამიანებს მინდა მიულოთ მათ შობა ახალი წელი და ყველაფერს საუკეთესო უსურვო სიკეთე ბედნიერება და რაც თავარია საკუთარ სახლში მალე დაბრუნება მადლობა ძალიან ემოციური დღე იყო დღეს ძალიან დიდი მადლობა საჯარო აღსრულების დეპარტამენტს რომელმაც გამოთქვა ესეთი საინტერესო ინიციატივა და რა თქმა უნდა ისიპარიც უმოლდათანხმდა მე ვისურვებდი რომ მომავალ წელს როგორც ბატონმა მინისტრმა ბრძანა მართლაც სულ სერიალი კედლები ყოფილიყოს და ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დათანხმდა ამ აქციაზე და ჩვენ ყოველთვის ვზათოთ მსგავს ღონისძიებებში მივიღოთ მონაწილეობა